ლეიბორისტულმა პარტიამ კი თბილისში მაჟორიტარობის 15 კანდიდატი წარადგინა. კანდიდატების საზოგადოებას პარტიის ლიდერმა გააცნო. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მათზე არჩევანი სუფთა წარსულისა და საქმისადმი ერთგულების მიხედვით გააკეთა. საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტული პარტიის სახელით გლდანის რაიონში პაატა ჩოხელი, ზურაბ ლომია და თემურ ციკლაური იბრძოლებენ. ნაწილობებში ვახტანგ ბოლითაშვილი, ზურაბ ვაშაკიძე და ნათია შარაშენიძე. დიდუბეში ლეიბორისტების კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი და თათია კიკაბიძე იქნებიან. სამგორში ტატო მორჩილაძე, გიორგი ჩიტაური, ისანში თეიმურას მჭედლიშვილი, ქრწანიში კი კენჭს პარტიის სახელით ბეჟა ნათელაშვილი იყრის. საბურთალოზე გამარჯვებას ლეიბორისტების სახელით სოფო ვეკუა შეეცდება, ვაკეში ლეილა გაფრინდაშვილი, მთაწმინდაზე კი გიორგი სულხანიშვილი. ხალხი, რომლებიც განსხვავებით თავრობის წარმომადგენლებისაგან ფიქრობენ და იფიქრებენ არა იმაზე, როგორ შეავსონ მილიონებით საოჯახო ბიუჯეტი, არამედ იფიქრებენ იმაზე, როგორ დაუბრუნონ თბილისს ძველი დიდება და როგორ გახდეს თვითეული ქალაქელი ბედნიერი აი ამ გორგასალის დაარსებულ ციტადელში. ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას, აუცილებლად გავისტუმრებთ პოლიტიკურ სანაგვეზე, რადგან ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და ჩვენს უკან დგას ხალხი.